სადა აბა წიგნი? აუ, კაი, რა მთელი დღეა მეცადინეობთ. გელას ბრალია. არი მეცადინო. შენ რატო უნდა დაждდე წინ? რასულას კივაში. აუ, შენ რა გინდა? მე არ წამოვალ. სირცხვილი შენ ძმის საქციელია. ნახე რანაირად იქცევა. ვინგე გიქნება? დადე. ოდესმე დედაშვილობანა გითამაშია 10. დღეს მე ვიქნები დედა. მანანა და გელა კი ჩემი შვილები იქნებიან. არანაირი ტელეფონი, ტელევიზორი დააჯექით და იმეცანით რომ მოვალ მე ჭამეთ ის რაც გიყიდეთ. ან ხვალისთვის შეინახეთ უკეთეს. ორი ბავშვის გაზრდა მართლა რთულია. აუ, მუცელი მტკივა. არ მისმენენ, არ მიჯერებენ და სულ რაღაცა უნდათ. შეიძლება რაღაცები ავიღო? კინდერი შეიძლება. შეიძლება. ფისტარო ავიღო. მიყინე. ხო. ან არ უნდა დაძინება და მეცადინეობა. შენ დაბრგებელია ხო თუ შენ? გელასი. რამე დააშავე ბიჭო. დიახ გელას დედა ვარ. რა? მოკლედ, ამ თამაშის შემდეგ მგონი ბევრად უკეთესი შვილი გავხდები. ძალიან სახალისო ვიდეო გელიწინ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი. ესე იგი, ეხლა ვრჩები დალაგებას, გაუფინეს არეცხი და მანნა და გელა შეუშვი რომ იმეცადინონ. ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან. და ეხლა ნახოთ რას აკეთებენ. იმედია მეცადინეობენ. აბა ბავშვებო, რას აკეთებთ? რას აკეთებთ? დავიწყებ ცოტა ხანში რა ვისვენებ. არ გითხარით რომ უნდა გიმეცადინათ? მე მეცადინეობდი. სადა აბა წიგნი? აუ, კაი, რა მთელი დღეა მეცადინეობთ. ხო და რომ დაგჯოთ იმეცადინეთ და მე გელას ბრალია. გელა მითხრა რომ არი მეცადინო. დედა, მე არ მეჩხუბობთ ხო? ორივეს გეჩხუბებით ერთად. 5 წუთი. დედა, იცი რა მიიღო გელამ? მათემატიკის საკონტროლში? ნუ ხარ ჩამშვები. 6-იანი მიიღო. გატყუებს რა 6-იანი. აიღე ერთი წიგნი ეხლა. პირველი კლასის უნდა გაგავლელი ვინო შვილო? აუ, დედა, კაი, მთელი დღეა მეცადინეობთ. გეხვეწები რა, სადმე გაგვასეირნე მაინც. მაშინ გაძლევთ ეხლა მე 1 საათს და ყველაფერი იბეცადინეთ, რაც დაგრჩათ მათემატიკა, მერე გავისეირნებთ. მაღაზიაში საყიდელი მაქვს თან რაღაცეები და შოკოლადს გვიყიდი? გიყიდით. ხო, აკეთილი მათემატიკა ხარ. შენ გაქვს სამეცადინო. და იზო შეიძლება რომ ჩავიდეთ? მოვიფიქროთ ამიდი როგორიც იქნება ეგრეთ ორ ხა თქვენი გაცეება მაკლდა კიდე ორ შვილს ვუარო და თან წამლები ეხლა სად მაქვს. კაი. მოკლედ, ეზოში გვეძახიან ბავშვები რა და უნდა ჩავიდეთ უეჭველი და გავიპაროთ თუ უთხრათ. გავიპაროთ? რა დაგხვიშ? რა უნდა გვიქნას? რა საკეთებს დედა? დედა ჩვენ ცეკვავს. დედა რა საკეთებ, ჰა? ეს რა საკეთებ დედა? ვიდეოს ვუგდებდი ჩემს მეგობარს. ან ბავშვები სამეცადინოთ და ჯინე და შენ ცეკვავდი? დედა, იცი რა უნდა გვექნა? ეხა ვაპირებდით რომ გავპარულიყავით ეზოში და ჯობს შენ წაგვიყვანო რომ არ გვეჩხუბო. კაი, აი პირდაპირ გეუბნებით გუწრაფეოთ. კაი, დაგთ ხო, რა დაგთ ხო. რაღაცას მატყობთ ახლა, მაგრამ გაგიშვებთ, კარგი, წადით. კაი, მაღაზიაში მივყავართ. ოღონდ ჯერ მოიცა ჩაიცვი წესიურად. ია, აი, კარგი შეიცამ. გელა, წესიერი რამე ჩაიცოი. რატო დადიხარ? მას შეგცხვეს? კაი, რატო ეჩხუბებდისო? რატო გვარცხვენ? დედა ორნა ბიჭი წაგვიყვან? ხო, აბა სად? ნა. ნუ გარბი ხართ ერთი. რა კაია ეზოში ჩამოსვა. ჩემი საყვარელი აქტიობა, უბრალოდ დღეს ცოტა ცივა. დედა. დე, რატო ხარ ჩემზე დაბალი? მიებანძე მამაში ზვის, აბა? მამას დავესგავსე? მანქანით წაგვიყვანე, ხო? აიმე. გეხვეწები წინ დამშვი. შვების ადგილი არ არის წინ. დედა რა მკაცრი ხარ? მე დავჯდები წინ რა. არა. დაჯექი უკან შენ რატო უნდა დაჯდე წინ? დედა შოკოლადს მიყიდი? წინაზე რომ მიყიდე გეამ შემიჭამა სულ. და ორნა ბიჭი რომ ჩიფსს იყიდება ხო იცი ჯაკერი, ეგეც გეამ შემიჭამა სულ. არც ეს არ გიყიდის. მოვედით აბა? დავიდი? კი, გადავედით. ნელა ოღონდ. კიდე კაი გიკეთია წვედი თორე. დედა, აუ მუცელი მტკივა. რასულას კივაში. აუ შენ რა გინდა? ნუ ვთხოვთ ერთი რას აკეთებთ? გადმოდით. აი სახლში რომ მივედით და ჩვენებთ ერთი სეირსაც იქნება და ეგრე აღარ გამიბედავთ. გადავიდეთ? არა ჯერ, მოთებენის უნარი არ გაქვთ. შენ რა გინდა ვაფშე? მე გადავედი რა. კარგად იყავი რა. გადავდივართ. მე არ მოვდივარ. რას არ წამოხვალ ერთი? გადმოდი დრო. არ მინდა. დროზე გადმოდი, ბევრი დრო არ გვაქვს. არ მინდა. გადმოდი დროზე.
მართა დედამ ორნაბიჯში მოგვიყვანა. ცოტაც და ყველაფერს ვაყიდინებდი, მაგრამ მაინც და მაინც ამ დროს დარეკა ჩემ ადამიანებმა. მოკლედ ახლა ტოპ კომენტარს წავიკითხოთ და მალე გაიგებთ რა თქვა ჩემზე. მოგესალმებით, მე ვარ დედა, შვილის თხოვნით გეწევთ. ძალიან უყვარხარ ჩემს შვილს, ყოველთვის ერთად ვუყურებ თქვენ ვიდეოებს. ბევრ სასარგებლო მაგალითს აძლევთ ბავშვებს. თხოვს რომ გკითხოთ, რატომ ვერსად შეხვდით რუსთავში, მანანას და მართასო. გზებში სულ თქვენ გეძებთ, ძალიან უყვარხართ და გაფასებთ. ეს მესიჯი ორივესგან. მე ანდრი ვარ, 10 წლის და მიყვარხართ. ანდრი და ანდრის დედიკო, მადლობა, რომ გვიყურებთ. ჩვენს გვიყვარხართ. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით. ვილიც ისიქრებ ოქროს ბართის ფლობელიც გახდი და ვიდეო ერთად ჩავწეროთ. თავარია გჯეროდეს, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ ჩვენ საიტზე შეიძენთ ჰუდს, საჩუქრად მიიღებ ქუდსაც. ზოგიერთ შემთხვევაში, სადაც ჰუდი და ქუდი ერთად იქნება, დამაულია ოქროს ბარათი. პირველ 2 ორას შეკვეთაში 3 ბარათია. ამიტომ იჩქარე. და თუ ეს ბარათი შენ შეგხვდა, შეიძლება რომ მთელი დღე გაატარო ორი ერთნაირთან ერთად და მონაწილეობა მიიღო ჩვენს YouTube ვიდეოში. ეხლა რომ შევალთ, იცოდეთ, ბევრი არ მომთხოვოთ, უნდა ვიყიდო კარაქი, ზეთი, პური, ხორცი და წიწიბურა. მეტი არაფერი. შოკოლადი მოკაით გიყიდით, ეს შოკოლადს გაიყავით. არ ირბინოთ, არ შემარცხნოთ იქ. არაფერს არ მოგთხოვთ. რა კაი დედა ხარ ყოველ დღე რომ დაკავართ ორნაბიჯში. მადლობა. და დედადეაბა. კინდერი შეიძლება მარტო ჩემთვის, გელასთვის არა. და გელამ რა დააშავა. თუ გელას არ უყიდი, არცერს არ ვუყიდი. აუ რა. თუ ეგრე წაგინდა, წამოდი, ამაღებინე ყველაფერი შვიდად მოიქეცი და კარგი დედა. გიყიდი. დადე რა. შეიძლება? არა. ხო. დადე. დე, მე ფისტარ ვამიღო. აიღე. სკოლისთვის მინდა. აი ეგრე. გაიყო. არა, დედა, ამას არ უყიდო. დედა. რა, დედა. ვაიმე. ძალიან გემრიელი, თამბეურიაში გეყოფა. კი, ძალიან ბევრი ხანი გეყოფა. შიში რა საჭირო. ხო, უნდა ყინინდი რა. გონდე რამეს გთხოვთ ახლა. ხო, დედა. აი ესე თუ გავგზელებ მოქცევას, საერთოდ არაფერს არ გიყიდით მსხვილი. საერთოდ ხმა ახარა მოიხოთ არა არაფერს არ გიყიდის. ზე ავიღო ხერთ. დედა მგონი რძე გვაქვს სახლში. ვისასწავლი ახლა შენ ხო გითხარი ხმა არა მოიყოთ ხო? დედა მგონი შაქარი აღარ გვაქვს. ავიღებ შაქარსაც. დეგთხო წიწიბურა არ გააკეთო რა დღეს აღარ მინდა. კარტოფილი შეგვიწვი. კარგით. მრელი და შაქარი. ქალბატონი ნაცია მირეკავს. შენ დაბრიგებელია ხო თუ შენი? გელასი. რამე დააშავე ბიჭო. დიახ გელას დედა ვარ. რა მოხდა? რა? იჩხუბეს? არა, მაგას მოუგვარებ რა თქმა უნდა, ახლა საქმეს მე. ვისეჩხუბა? გვალია შვილს? მეგობრები არ იყვნენ? დედა, არა ხო, დავილაპარაკები მე კარგად ერთი მაგას, რომ ეს ცემატყეპები კარგად იციან. ისწავლა თავის დასგან. რომელ ოთახში? დავილაპარაკები სტეროგად? მაგაზე. კარგით, ნახვამდის. სად არის შენი ძმა? გაიპარა დედა. სად გაიპარა? აი? გელა. დედა აქ არის ჩხუბა სირცხვილია. სირცხვილი შენი ძმის საქციელია. სად გაიპარა? მოდი აქ ერთი. მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო იქნებ დედას გული მოულბეს და აღარ დამსაჯოს. გელა 3-მდე ვითვლი. აქ თუ არ იყავი, ორმაგად გიჩხუბები. 1 2 3 მოუსწარი. რა გააკეთეთ ახლა? დედა. არ მინდა შენი კოცები. მეც მიყვარხარ, მაგრამ რანაირად იქცევი. ზეთი გვინდა ახლა. შენ კიდე ბიჭო რა გაჩხუბებს, ჰა? მე არ მიჩხუბ. კარტოფილი ავწანა. მიყიდი ერთ კილოს და გეყოფ. დედა მე ხო კარგად ვიქცევი და შეიძლება რაღაცები ავიღო? კარგით. კინდერ ბუენო. ერთი რამეც აიღე და მორჩა გეყოფა. ბიჭო რა არის? რამდენი რაღაც გიჭირავს? დადე. ეს უმექნება გამოიზოგა. ამას შეჭამ შენ ერთ დღეში. არ გეყიდი. აიღეთ ერთად ეგეთი ჩიფსი და გაიყავით იცოდეთ. 2 ცალი რამე აიღე. თორე ერთმანეთს ცემთ თქვენ. აიღე. მორჩა. მადლობა დედა, ძალიან კეთილი ხარ. სახლამდე თქვენი ხმა არ გავიგო და ეხა წავიდე. წინა ვიდეოში პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ. თქვენ ბებია ბაბუებისთვის უნდა გეკითხათ რა უყვარდათ ყველაზე მეტად სკოლის ბუფეტში. ყველა კომენტარი წავიკითხეთ და მართლა ძალიან საინტერესოა. მოდი ახლა კიდევ ერთი ექსპერიმენტი გავაკეთოთ. ამჯერად უფროსებს კითხეთ. დღეს ყველაზე ხშირად რომელ პროდუქტებს ყიდულობენ? დედა რაღაც უნდა გთხოვოთ. ნაყინი მინდა ძალიან და მიყიდი. ოღონდ ამ ხილ ნაყინი არ მინდა, პატარა ნაყინი გთხოვ. ძალიან ქარია, მაგრამ ვაიმე. წამოდით. აუ რამდენ ხანში მოვა? მალე იქნება. აუ შერისი აიღე. აუ მეც გმინდოდა. ვერ გავიქცე. მე გაგიცვლი, მეც პისცის ავიღე. გაგასინჯებ. ელი კივა და ვუთხრა დედას? არა? არაფერი დე. გონი ეს გაციებულია. სად გაცივდით აბა ეხლა? კარგად. არ გაქვთ სიცხე. აიღეთ. უმეცი რა. მომეცი. დედა უფრო დიდი აიღო. შენი არის დამძნარი. გედა ნახე.
აი, ჩემ ნაყინს რას უკეთებთ? დაიწუწა. ფეთხომები ხართ, ვის და იმის გავსეთ? აუ დამიტოვე. თუ დარჩება, მეც მინდა ცხოვრება. აი, დღეს ისე ბევრი ტკბილი მოვიდით, ზედმეტად მგონი. დამიტოვე რა. დაგიტოვებ კარგი ცოტას. დედა შენ პატარა ვიყავი? ჭამდი ნაყინს? ჭამდი, მაგრამ მარტო ზაფხულში. და შენ როგორ გზრდიდნენ კაცრად? კი. და არ ყავდა დიდი? ყავდა პატარა. თითხოვები მგონი. ყავს პატარა და გაჩვენებთ მე. იცნობთ კაცო. მომეცი. დამენები თავი და სპეციალურად ჭამს ესე, ვითომ ძალიან გემრიელად. შესჭამე დედა გემრიელად. აი ნახე. რაკანია. ომა ბრაზე. მომეცი აღარ უნდა და არ მადლებ. იზოგავ? და დავაწყო და დავლიო. მეც მინდა დასალევ. ეს რა მობაძელია დედა. დედა შენ იზოგავ? კი, ვიზოგავ. დედა შენ დედა არ გიკრძალავს ნაყინის ჭამას? არა. რატო? მე თვითონ ვარ დედა. ბიჭის აღზრდა უფრო რთულია თუ გოგოსი? ორივეს, მაგრამ ბიჭის უფრო. რატო? თანცარები არიან, შარში ეხვავიან. კი რა საკეთებ? აუ მომეცი რა. დადე, ადამიანურად ჭამე. ტყეში გაზრდილი ხარ თუ საად? რანაირად ჩვება რა ვიღაც ხალი უყურებს და დადე. ერთხელ ათქოვიფავ და აღარ აღერსები არაფერს. აი სიცხვილი. ხო, სირცხვილია შენი მოგცე მომეც. გინოზე რო გთქვიფავს. აი დედა ცოტას მომცემ? აღარ არის ფაფუ. მომცემ შენსას? არა, კაია. რა ბოროტი ხარ. თქვენ დედას უნდა ისე უყურებს ჩემ ნაყინს. რატო უყურებ ჩემ ნაყინს? აი დეჰა. არ არის. ეს რა არის? რატო დაყავს ყველგან გელა? ვის დავუტოვო? მამას. დედა ეს ვერ გაზარდე, ჰა? ალაგე, გადაყარე შენ, მე არ გადავყრე. წავედით ახლა სახლში. ეხლა მე მივიდივარ საქმეებზე. 1 საათი დავტოვებ სახლში მარტო. და იცოდეთ იმეცადინეთ ყველაფერი საერთოდ. რა საყვარელია დედა ჩვენი რო გქონია მართლა ვიმეცადინებ. ამის ნაცვლად მე თქვენს კომენტარს ვკითხულობ. გამარჯობა მართა მანანა და გელა, საუკეთესო იუთუბერები ხართ. მე თქვენი ყველა ვიდეო მაქვს ნანახი. მე მართა და გელა ნანახი მყავს. ხოდ გაარჩიეთ ციგნი ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი. გიждები მაგ ციგზე, ასევე ჩემი რჩევა იქნება რომ არხს დაარქვათ 3 ერთნაირი. რადგან გელა ყველაფერში გეხმარებათ და იმსახურებთ. მადლობა თამარჩევისთვის, ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი, აუცილებლად წავიკითხავ. იცი რომ ახლა ჰარი პოტერის სერიალს იღებენ? დაგვიწერე კომენტარებში, ელოდები თუ არა. ნახოთ რას კეთებს გელა, შემოგვს ციგნი და იმედია, იმეცადინებს. რასაკეთებ? ეხა მოვჭი მეცადინეობას. რატო ამაში რას ოთახში? აქ უნდა გედოს, აი. აუძდები ცოტა ხანი. ცოტა ხანში არა მომეცის. აი, ხო, არ წამორ. არა. აი, დავიწყე. აქ გიდებ და მე შენ გენდობი. რასაკეთებ? არა, მართლა მეცადინეო მორჩა. იავნანამ რა ხნაზე ვარ, ხო? დიახ, იმეცადინებს. მეცადინეო, ბეგე. შენიერი. რას მაკონტროლებ, არ გიჯერა ჩემი. არა. რასაკეთებ? არაფერს რა გინდა? ყოველ წელს უნდა შემოხვიდე. უმეცი ეს ტელეფონი. აი, არ წაიღო ბოლო შანსი. არა, ბოლო შანსი არა, მე გაგაფრთხილე 10 ჯერ. ხო და მომეცი და რომ ისწავლე მოგცემ. აი, მორჩა. არა. აი, კარგად და იმეცადინე იცოდე. ეხა ჩავუდებ ამას სეიფში. ჩავუდებ ტელეფონი. მორჩა. ნახოთ რას ეკეთებს მანანა. რას ეკეთებ? მოდი ძალიან მაგარი ვიდეო გაჩვენებინა. რა ვიდეო? ორი ერთნაირმა დადო TikTok-ზე. მე ტრენდები არ ვიცი, მაგრამ მე ის ვიცი რომ უნდა იმეცადინე შენ ახლა და შენ და გუენო. რომ მეუბნები რომ კარტოფილი გამიკეთეო, აი. არ მიკეთებ და რა უქნა დედა? გაგიკეთებ და რატო ჭამ მაგას საჭალამდე? აუ ჭამ. და ტელეფონში რატოზე ხარ? სამუშაოზე რო ყავ გასული, ორივე ტელეფონში იჯექით, ხო? დამოკიდებულები ხართ რა იმეცადინე. რა და ტელეფონის გაკვეთილი. ტელეფონის გაკვეთილი რა არის? რაღაც დაუძოლდი ზედმეტად. სკროლვა, ვიდეოების ყურება, რომ დაიხვეწო. მაგას მეცადინეო. მაგაში დახვეწვა, მე არ მინდა ხვენი. მაშინ ჭამაში დახვეწდა მეცადინე. ჩიფსი ვჭამე. რა მაგარი ხარ? პისტა. იმეცი აქვს. იმეცადინე მათემატიკა. დაჯექი წესიურად ჯერ ეგ ერთი. და საჭმელს გავკვეთებ? კი, კარტოფილს. კიდე ტელეფონში ხარ? ჩემი კლასელი მწერს რა გვაქვსო ტელეფონიაშიო. ახალი გაკვეთილი დაგვემატა. ახალი საგალი. ტელეფონია. ხო, აბა რა გაქვთ? უნდა სკროლოთ 1 საათი YouTube შორტები და მერე უყუროთ ორი ერთნაირის ვიდეოებსო. აი რა უქნა? რას მატყუებ? მართლა ვიმეცადინებ, შენ თუ კარტოფილს გავკეთებ. კი, ყველაზე გემრიელს. მართლა? მართლა. ერთო გადაგვარჩინე დღეს. და ხო არ გამოიძახებდი? ძალიან კარგად ვიცი გაკეთებ. არნაირი გამოძახება ძალიან. გავუკეთოთ
მანას და გელას კარტოფილი. პირველ რიგში გჭირდება აუცილებლად ჯამი გასაკეთებლად. გჭირდება აუცილებლად კარტოფილი და ასევე გჭირდება დანა. და აი ესე ჩვეულებრივად უნდა გაუფრცქვნათ კარტოფილი. მეგობრებო, გაუფრცქნის დროს უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. სხვადასხვა ძალიან ძნელია მოვლა 2 შევილის თანაც. სულ ხან ჩხუბობენ, ხან რას აკეთებენ, ხან რავი, სკაი, ხან რაზე ჩხუბობენ, ხან რატო უწყავენ ერთმანეთს, ხან რას ვერ იყოფენ, ხან რა უნდათ, ხან სად უნდათ. აი ძალიან დამღალელია მართლა. სულ ცანცარებენ, აი რა ვიცი რა. აი ესე გავაკეთე უკვე მე პირველი. ავიღებ ცალკე ჯამს, რამეს და დავდებ შიგ. და ესე უნდა გავაკეთოთ, ესე იგი ბიბრზე. და თქვენ არ გააკეთოთ არაფერ შემთხვევაში. სხვათა შორის ამით კეთდება საკმაოდ სწრაფად ყველაფერი. რამდენი ხანში იქნება? გაჩვენია 20 წუთში. რა ძალიან კარგად ვაკეთებ. ეხლა უნდა გავრიცხოთ ჩვენი კარტოფილი, რადგან იყოს სუფთა. გავრიცხოთ. კიდევ ერთხელ გამოვავლებ მორჩა, სანამ დაუჭრი დავადგარ ტაფა და დავაყენოთ პატარა თეთრზე, რომ გაცხალდეს ტაფა. ეხლა კი ყველაზე ადვილი უნდა დაუჭრათ ჩვენი კარტოფილი. გავსინდეთ, გემრიელია. ეხლა უნდა ვიცოთ რომ დავყაროთ ეს ყველაფერი. რამდენი დავყარე და ძალიან ჩაფუნობს ხალხო. მიშველებთ, გავბედოთ. ხალხო რა ჩავაქრო დავყარო და ავანთო. ღმერთო. აი ესე. მორჩა. ეხლა შეიწვას. მოკლედ მე ეხლა დაველოდები სანამ შეიწვება და შემდეგ ვაჭამოთ ბავშვებს. გონი დედა უკვე ძალიან დაუყალეთ, მაგრამ დედის შემწვარი კარტოფილი მაინც ყველაზე გემრიელია. ვერ გახსნეს ოჯახში და ეხლა მე ვეცდები რომ გავხსნათ ყემალი. დღეს დედიკო გვაჭმევს მოკლედ შემწარ დამწარ კარტოფილს იმიტომ რომ დაეწმა. კიტრი პომიდორი, ყველი ყემალი მშვენიერია რა. მამა გაგიმარჯოთ. რა კარგად იქნება. კაია, თვითონ ეტყობა ალაგებს იქით და ვიცი რა არის შენი საყვარელი საჭმელი. ბავშვობაში მე ყველაზე დამიყვარა და შაურმა. ანუ რო გავხსნიჯე 3:50 ხვიდა და ვიყოფდით ხოლმე რა. ორნი ვყიდულობდით შუაზე კაჩქის ვაიმე ვაფშე სხვა გემოქონდა ესე მგონია. გონი დედამ კარგად წავნა, ახედი იყიდე, მოიტანე და ოდნოსებზე ვჭამდით. აი ძალიან გემრიელი იყო. აი შეიძლება პირველად რო გავხსნიჯე, მაგიტყავ თუ აი სხვა გემოქონდა. ეხლა აღარ მიყვარს საერთოდ. შენი საყვარელი საჭმელია. აი მიყვარს, ოღონდ ეგრე არა რა. კიტრი პომიდორი, ჭადიყველი, აი ეგეთი რაღაცები მიჩვენია მგონი. კიტრი პომიდორი რა საჭმელი? დიდად არ მიყვარს ჭამა მგონი. ავოკადო მიყვარს ძალიან. აი ფასტ ფუდებში რა არის? მაკი აქ ხოლმე. შენ? მაკი ხო. მაკლაც პირველად როდის გასინჯე გახსოვს? მე მახსოვს. ნათლია ჩემი შვილის დაბადების დღე იყო, თბილისში წაგვიყვანეს სურათებიც არ გადაღებული მაკდონალდსთან. ჩვენ დროს გამოძახებაც არ არსებობდა. ეხლა აი ძალიან ბევრი არჩევანია. ჩვენ დროს აი ერთადერთი მართლა იყო შაურმა, ისიც აი ფულინა შეგეგროვებინა. აი 2 დღეს კლასში არ უნდა გეჭამა არც შენ, არც მე და მე 4 არ გვექნებოდა და ავიდოცა ნახევარ შაურმა შევჭამდი. მეგობრებო, გკითხეთ უფროსებს, როგორი იყო მათი ბავშვობა, როგორ ერთობოდნენ მობილურების გარეშე და სად დადიოდნენ მეგობრებთან ერთად. კბილსაც ამხელა რაოდენობით ავჭამდით. ერთ ალპენ გავწყიდოდით ხოლმე და ყველა ვიყავდით და ეხა ანუ აი ეს თაობა ესე კბეჭს რა, ანუ არც კი ტეხავს და ჩვენ სახაზავით ზომავდით ხოლმე ალპენგო. მადლობა დედა რომ დაგვანაყრე. ამ გემრიელი ვახშმის შემდეგ ცოტა ძილი მოგვერია. უკვე 10 ხდება და უკვე ვაძინებ. მე ძინება ძალიან და მინდა რომ ზღაპარი წამიკითხა. ალადინი იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი გამრჯე თერძი მუსტაფა. ერთადერთი შვილი ჰყავდა ალადინი. ისიც ზარმაცი. მამის გარდაცვალების შემდეგ კიდე უფრო გაზარმაცდა. მანერეს უკვე დაიძინა და ეხლა წავალ და გელას დავაძინებ. გამარჯობა გელა. დედა არ გინდა ზღაპარი. მოსდენ შეყურებ და დავიძინებ მალე. აი, მიდი. ოღონდ იცოდე მალე დაიძინა. ძილინებისა. რადგან ორივე ბავშვი დავაძინე, მესამე ტოპ კომენტარს მშვიდად წავიკითხავ. გამარჯობა მართა, მანელა და გელა. ძალიან მიყვარხართ თქვენ და თქვენი ბებოც. მინდა მართას რჩევა მივცე. როცა სწავლას დაიწყებ, გულით ილოცე და შემდეგ დაიწყე. ეხლა მე 8 კლასში ვარ და ჩემი საყვარელი საგანია ბიოლოგია. არც მე არ მოყვარს ისტორია. ანუ ჯერ შენთან ჩემი საქართველოა, მაგრამ მე ისტორიაზე გადახვალ. იქ ბევრად რთულია. გონება ახლა თუ ვერ მიეჩვე, მერე გაგჭირდება. რაც დაგამახსოვრდება და რაც მნიშვნელოვანია, ის მოყევი. თავარი აქ ჯეროდეს და ნახავ, რომ საკუთარი თავის გაგიკვირდება. რაც შეეხება ბებოს, ძალიან საყვარელი ბები აკყავთ. მადლობა უფროს კლასელო მეგობარო, ასეთი კარგი რჩევისთვის. შენ რჩევას გავითვალისწინე და მანენასიც. გახსოვთ წინა ვიდეო? მანენამ ისე მასწავლა ერთ
ერთი თემა, რომ მასწავლებელსაც კარგად ჩავაბარე. ჩვენ ვართ სამყოფები კახეთში დახრულ მარანში. ეს არის ღია მარანი. ახლა ძალიან საინტერესო დავალება მაქვს. სააღდგომო ჯეჯილი უნდა გავაკეთო. სკოლში გაგვაკეთებინეს აი ესეთი რქვია მას ჯეჯილი. ამ მოზდის უკვე ჭირდება ბამბა ჩვეულებრივი და დეფლიან თებშზე და ყრი ხორბალს. აი ესეც. წყალით კარგად გაჟღენთავ, ცოტა რომ მოშრება, მე კიდე დაასხავ და ეგრე გაგეზრდება და უნდა დადოთ თბილ ადგილას. შემდეგ ვიდეოში აუცილებლად გაჩვენებ შედეგს. დასრულდა ეს ვიდეო და დღეს ვიყავ მთელი დღე როგორც დედა. შევლილში არ არის ეგეთი ადვილიც, ხან ის უნდათ მართლა და საინტერესოა და სახალისოც არის, იმიტომ რომ ერთობი შენც უფრო მეტად იმაზე, რა კარგი დედა ვიჩნებოდი მე ძალიან და ყველაფერს შეუსრულებდი ჩემს შვილებს და კარგად იქნებოდი თეშტით. აბა, კარგად.